ევროპაში ნამდვილად ვიცი, რომ ყველგან ფიზიკის და ზოგადად ბუნებისმეტყველე, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა და ამაზე ბევრი იმჯის, რომ როგორ დავაინტერესო და როგორ გავზარდოთ ინტერესი. რა თქმა უნდა, ეს თუ თქვენც მოამზადებთ პატარ-პატარა რაღაცა 5-10 წუთიან პრეზენტაციას და საკუთარ გამოცდილებებს ერთმანეთს გაუზიარებთ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება საინტერესო. ეხლა ჩვენი ესეთი შეხვედრები ქვია მაინც სამუშაო შეხვედრები, ხო? არ არის ერთი თემატიკა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი შეხვედრა შეგვიძლია ამ თემატიკასაც მიუძღვნათ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემატიკას, ხო? ეს არის ეხლა ერთადერთია თუ არა ჩვენი სამყარო. ეს შეეხება გვსმენი ალბათ სამყაროში არსებობს, უпроსორეთ შესაძლოა არსებობდეს სხვა განზომილებები, გარდა სამი განზომილებებისა, ასევე შეიძლება არსებობდეს მულტისამყაროები. ესე იგი, ასეთი შეკითხვები, რომ საიდან გაჩნდა ჩვენი სამყარო, როგორ არის, ან როგორი დასასრული ექნება და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს მთელი საუკუნეების მანძილზე ადამიანების ფიქრის საგანი იყო და როგორც წესი, ყველგან სხვადასხვა კულტურებში, თითქმის ყველა კულტურაში ამას აწერდნენ ღმერთის შემოქმედებას. ფილოსოფოსები ხო მთელ ტომებს წერდნენ, მაგრამ როგორც წესი, აი ბოლო დრომდე მეცნიერება თითქმის ძალიან მცირე დოზით იყო ჩართული და ბოლოს წამოვიდა, რომ აი ახალი მეცნიერებები წამოვიდა, მაგალითად კოსმოლოგია და ასტროფიზიკა ეს ახალი მეცნიერება, რომელიც აერთიანებს როგორც ასტრონომიას და აკვირდება ვიზუალურად ამ სამყაროს, ასევე იყენებს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში გაკეთებულ აღმოჩენებს. აი ახლა ეს მეოთხე ლექცია და ყველა ლექცია არ არის არა თითქოს ცოტა ერთი შეხედვით ჯანს აღაცხს მიღმა ყველაფერი ეს, მაგრამ ეს არ არის ფანტაზია, ეს არის დამყარებული ყველაფერი მეცნიერულ იდეებზე, ან უკვე აღმოჩენილზე. სხვათა შორის აი ესეთი იდეა, ახლა მეოთხე ლექციაა ხო თქვი ეს და აი ამ 4-ვე ლექციიდან გარკვეული დოზით შეტანილია ის უკვე აღმოჩენები, რომელიც CERN-ში აი 2012 წლის მერე მოხდა და სწორედ აი 2025 წელს უпроსორეთ გაიცა ამაზე ერთ-ერთი ფიზიკაში, კი არა, საერთოდ მეცნიერებაში ერთ-ერთი უდიდესი პრემია, ეს არის მეცნიერებაში გარღვევის პრემია. ეს ეხებოდა ხილის ნაწილაკის აღმოჩენას, მის შესწავლას, კიდე ანტიმატერიის შესწავლას და ასე შემდეგ, სხვა ახალი ნაწილაკების აღმოჩენას და აი ეს უკვე ყველაფერი ძალიან აი ბოლო 10 წელწადში, 15 წელწადში, რაც ადამიანს ფანტასტიკად მიაჩნდა, უმრავლესობა თითქმის უკვე უმრავლესობა არა, რაღაც გარკვეული ნაწილი უკვე აღმოჩენილია და ეს მეცნიერულად დასაბუთებულია. ეხლა აი თვითონ დიდი აფეთქების თეორია, ეს უკვე ვიცით, რომ ერთ-ერთი კარგი თეორია არის სამყაროს წარმოშობისა. შესწავლილიც არის და მიდის შესწავლა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, მაგრამ აი ამ თეორიამ კიდე წამოჭრა ძალიან უამრავი ისეთი გადაუჭრელი კითხვები, რომელიც პასუხს მოითხოვს. აი ბევრს პასუხს ვცემთ, მაგრამ ის პასუხი კიდე აჩენს კიდე უამრავ კითხვებს. ამ კითხვებში ერთ-ერთი სწორედ ეს არის მრავალგანზომილებიანი სივრცეების არსებობა და მულტისამყაროების არსებობა. ეს ეხლა იგივე ეხლა აი ბარიონული ასიმეტრია ასეთი ეხლა ვცდილობ რომ ფიზიკოს ტერმინები ხშირად არ ვიხმარო, მაგრამ მაგალითად რატო არის ამ სამყაროში უფრო მეტი მატერია, ბარიონული მატერია, ასე ვთქვათ, ბარიონი ეს არის პროტონი და ნეიტრონი, ხო და მთელი ჩვენი სამყარო ვიცით ვაგებულია პროტონი, ნეიტრონი და ელექტრონი, ხო? მაგრამ უამრავი ნაწილაკებია კიდევ და ასევე დიდი აფეთქების საწყის ეტაპზე უნდა წარმოშობილიყო, როგორც ვიცით, წინა ლექციაზე ქონდა ანტიმატერიის სამყაროები. ის ანტიმატერია არ ვიცით ჯერჯერობით სად არის, ან არ არსებობს, ან ფიზიკა არ არის სწორი, ან სიტყვაზე არ არსებობს. ასევე ბარიონული მატერიის გარდა უნდა არსებობდეს შესაძლოა სხვა სახის მატერია. მაგალითად, აი რამდენიმე წლის უკან დაიწყეს იაპონელებმა 1 წლის მანძილზე მეც ვიყავი ჩართული. უნდათ მიიღოთ, არ ვიცი, მიიღეს თუ არა ბოლო-ბოლო ლეპტონური მატერია. რა არის ლეპტონური მატერია? ლეპტონები არის მსუბუქი ნაწილაკები, აი მაგალითად ელექტრონი და ასევე ლეპტონი არის ნიონი, რომელიც არის იგივე ელექტრონი,
ოღონდ ელექტრონზე გაცილებით მძიმეა, დაახლოებით 100 ჯერ უფრო მძიმეა და ბირთვში უნდა ყოფილიყო დადებითი მიონი და გარშემო უნდა ემოძრავა უარყოფით მიონს. ასეთი ატომი უნდა მიიღოთ და ასეთი მატერია. ასეთი მატერიის მიღება პრობლემა არ არის, მაგრამ რაღაცა ძალიან მილიწამები კი არა 10 ხარისხად რაღაც მიათე თუ რაღაცა ზუსტად ვერ გეტყვით, ისეთი მცირე დროს არსებობენ, რომ და ისე მალე იშლებიან, რომ ამათი შესწავლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაძლოა მიღებულიც არის მე დიდი ხანი აღარ ჩავთვლილ მაგ საქმეში. ასე რომ მეცნიერები მაგ საკითხზეც მუშაობენ, რომ ბარიონული მატერიის გარდა შესაძლოა უკვე სხვა მატერიაც არსებობდეს ამ სამყაროში. ესე იგი, აი ახლა ამ სურათზე რომ ხედავთ ხო ეს ადრეც გითხარით, ეს სურათი ადრეც გაჩვენეთ, აქ არის ეს კომპიუტერული სიმულაცია არ არის, ეს არის ხაბლის მიერ გადაღებული ჩვენი galaktikების სურათი და თითოეული წერტილი არის ცალკეული galaktika. აქ არის ერთ-ერთი ჩვენი galaktika. წარმოიდგინეთ, რამხელაა ჩვენი სამყარო, როცა მარტო ჩვენი galaktikis, აი ერთ-ერთ წერტილში არსებული galaktikis ზომა არის, სინათლე ერთი ბოლოდან მეორეში რომ მიაღწიო, სადღაც 10 საუკუნე მაინც ჭირდება და აი ამხელა სამყაროში კიდევ ფიქრობენ რომ და ეს მათემატიკურადაც დამტკიცებულია და თეორიულადაც რომ უნდა არსებობდეს ნულტი სამყაროები. ეს ბარიონული ასიმე კიდე ის აი ახლა სტანდარტული მოდელი არის ასეთ ფიზიკაში კიდევ, რომელიც ელემენტარულ ნაწილაკებში ძალიან კარგად ახსნის მათ ურთიერთქმედებებს, ხო? მაგრამ ძალიან ბევრ ამას ვერ ხსნის, მაგალითად იგივე აი ეს რატო არ არსებობს სიტყვაზე ანტიმატერიის სამყარო. და ახლა ის შემოდის პრაქტიკულად ახალი ფიზიკა, ასე უძახია, პირდაპირ ასეც ქვია, ახალი ფიზიკა. იმიტომ რომ აი კვანტური მექანიკის ჩამოყალიბებამდე იყო ნიუტონის მექანიკა, ხო, კლასიკური მექანიკა, რომელიც პრაქტიკულად უკვე ყველაფერს ხსნიდა, რაც ამ სამყაროში ხდებოდა. მერე რო აღმოჩნდა ეს ელემენტარული ნაწილაკები, ელექტრონი და ასე შემდეგ წამოვიდა, უკვე ნიუტონის მექანიკა მათში ვერაფერს ვერ ახსნიდა, წამოვიდა კვანტური მექანიკა. და სხვათა შორის საწყის ეტაპზე ამ კვანტურ მექანიკასაც ძალიან ეჭვს თვალით უყურებდნენ. ბევრს არ სჯეროდა ამისი ეს უკვე ეგონათ მათემატიკური მოდელირება. აი მაგალითად რო ავიღოთ აინშტაინი, ხო? აინშტაინს ნობელის პრემია მიღებული აქვს ფოტოეფექტის მოვლენაში და არა ის ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებაში და ფოტოეფექტი სწორედ დამყარებული არის კვანტური მექანიკის ეფექტებზე. მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდა 55 წელს გარდაიცვალა 1955 წელს და ბოლომდე არ სჯეროდა რომ ეს კვანტური მექანიკა რეალური ფიზიკა იყო, ეგონა რომ ეს იყო სულთა მათემატიკა. აი ეგევე რო ავიღოთ ახლა ჰოკინგი ალბათ ხსმენიათ ეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერია, კოსმოსისა და შავი ხვრელების მკვლევარი იყო ერთ-ერთი რამდენიმე წელს უკვე გარდაიცვალა და მას სანაძლეოც კი ჰქონდა დადებული $100-ზე, რა თქმა უნდა, ახლა სიმბოლურად ეს რომ ჰიგსის ნაწილაკს ვერასდროს ვერ აღმოაჩენენო. ისიც ფიქრობდა, რომ ჰიგსის ნაწილაკი ეს იყო სულთა მათემატიკური მოდელი. მაგრამ მე მგონი სიცოცხლეში ვერ მოესწრო ამის აღმოჩენას. იგივე აი კვარკული მოდელები რო ავიღოთ, ხო, კვარკები ახლა წინა საუკუნის 60-იან წლებში ამ სტანდარტულმა მოდელმა მოითხოვა, რომ პროტონი და ნეიტრონი არ უნდა ყოფილიყო ელემენტარული ნაწილაკი და შემოიქმნეს კვარკული მოდელები. ეს კვარკული მოდელები იყო მათემატიკური მოდელი. მაგრამ დღეს როგორც ვიცით, ესე იგი კვარკები ვიცით რომ არსებობენ და ეს ყველაფერი რეალურია. ასევე აი ახლა ეს დამატებითი განზომილებებზე რო ვსაუბრობთ და მულტისამყაროებზე, ხო? ამის თეორია პრაქტიკულად უკვე ჩამოყალიბებულია. მათემატიკა ჩამოყალიბებულია და იქ სადაც მათემატიკა გვეუბნება რომ ეს სწორია, აი რაც აღმოჩენილია ბოლო პერიოდში, აი ერთი საუკუნის მანძილზე, თუ მათემატიკა ამბობს რომ ეს სწორია, ფიზიკის ექსპერიმენტზე ბევრი რამე უკვე ნანახია და მართლაც ეს ფიზიკური მოვლენასთან აგვაქვს საქმე. ეხლა რატო გვიჭირს ხოლმე ჩვენ აღთქმა რომ აი სიტყვაზე ვერ წარმოგვიდგენია რას ქვია სამ განზომილებაში აღარსებობ და რა უნდა იყოს მეოთხე განზომილება, რა უნდა იყოს მეხუთე განზომილება, რა უნდა იყოს მულტისამყარო. ეს რატო ხდება, იცით? ჩვენ ადამიანები სად ვარსებობთ, გავიზარდეთ სამ განზომილებია სივრცეში და ბარიონულ მატერიაში, ხო? სწორედ ამ ჩვენ მატერიით და აი ამ სამ განზომილებიან სივრცეში არის ჩვენი აზროვნება შეზღუდული.
აი ახლა ერთი ეს მაგალითი მომწონს ხომ ამის მოყვანა მომყავს. აი ამ სურათზე თუ ხედავთ ხო? კატა იყურება ლინზაში, იმაში რა ქვია, აკვარიუმში, მრგვალი აკვარიუმია. და განსხვავებული თვალის სახე დიდად ჩანს, აი თუ კატა ახლა იქ მოძრაობას დაიწყებს, თუ ჩვენთვის პირდაპირ წავა იმ აკვარიუმი თევზისთვის ის რაღაცა წრეზე მიდის და ასე შემდეგ. აი სხვათა შორის ეს არის რეალური ცოტა გადახვევას გავაკეთებ. რეალური ისტორია არის, აი რამდენიმე წლის უკან იტალიის პარლამენტში ცხოველთა დამცველებმა შეიტანეს მოთხოვნა, რომ თევზების მრგვალ აკვარიუმში ყოლა არ შეიძლება უნდა დაეკრძალათ, იმიტომ რომ თევზი მრგვალ აკვარიუმში გამახინჯებულად აღიქვავს სამყაროსო. და მე ფიზიკოსებმა გააჩვენეს და ეს კანონპროექტი უკან გაიწვიეს, იმიტომ რომ თევზი, რომელიც გაიზარდა მრგვალ აკვარიუმში და სიტყვაზე ის აზროვნებდეს ან მოაზროვნე არსება რომ გაიზარდოს ასეთ აკვარიუმში ხო დაუშვათ ის ყველა კანონებს ყველა კანონი მისთვის არის რასაც ხედავს ხო და იმას თუ როგორც კი გადაიყვან ამ თევზს სიტყვაზე კვადრატულ აკვარიუმში იმისთვის რომ სამყარო საქმე იქნება სულ განსხვავებული და სულ უცხო და არავითარი კანონი უკვე იმისთვის აღარ იმუშავებს. აი ესე ვართ ჩვენს დაახლოებით რომ ჩვენ ვარსებობთ სამგანზომილებიან სივრცეში ბარიონულ მატერიაში და ჩვენთვის ცოტა ძალიან ძნელია აღქმა რა უნდა იყოს 4 განზომილება, 5 განზომილება და ასე შემდეგ. ეხლა საიდან წამოვიდა ეს რომ უნდა იყოს სამგანზომილებიანი სივრცეები. გსმენიათ ალბათ არის ასეთი თეორია, სიმების თეორია. სიმების თეორიას ახლა აქ სურათზე თქვენ ხედავთ პატარ-პატარა რაღაცა სივრცეებია, სადაც ირხევა ნაწილაკები და ხევის გამო იძეს ნაწილაკი მასას. ახლა აი ამ სურათს ერთხელ კიდევ მოვიყვან, როგორ არის ახლა გვაქვს ჩვენ მატერია შედგება მოლეკულებისაგან, მოლეკულები ატომებისაგან, ის ატომი კიდე ელექტრონი და ასე შემდეგ და ბოლო-ბოლო ჩავდივართ დღესდღეობით რაც ვიცით, კვარკებისაგან მოდის ყველაფერი, ხო? მაგრამ კვარკი არის უკვე მატერია, ელემენტარული ნაწილაკია, მაგრამ სიმების თეორია გვეუბნება, რომ კვარკის ქვემოთ კიდე უნდა იყოს არა მატერიალური, არამედ ხმევები, რომელიც სხეულს ანიჭებს, ასე ვთქვათ, მასას უკვე თუ ძალიან ირხევა არის უფრო მძიმე, თუ ცოტა ირხევა არის სიტყვაზე უფრო მსუბუქი და რაღაცა მელოდიასავით არის და ეს თეორია სხვათა შორის ეწინააღმდეგებოდა ხიდისის ნაწილაკის აღმოჩენას, მაგრამ ეს თეორია ჯერჯერობით მათემატიკურად იმდენად ძლიერია, რომ ამის უარყოფა არ ხერხდება. ეხლა რახანს სიმების თეორია შემოვიდა, ამ სიმების თეორიამ მათემატიკურად როდესაც გავრცელდა და უფრო განვითარდა, მოითხოვა უკვე სხვა განზომილებების არსებობა. ამან მოითხოვა სიტყვაზე მე-4, მე-5 თუ არ ვცდები 12-მდეა დღეს დასული, თავიდან იყო, არ ვიცი, 500-მდე იყო თუ რაღაცა განზომილება მოითხოვა ამან და მე ჩამოვიდა უფრო სრულყოფილობის პერიოდში 12 განზომილებამდე და ასევე მოითხოვა სხვა მულტისამყაროების არსებობა. ეხლა აი მრავალგანზომილებიან, სხვა განზომილება რო ავიღოთ, ხო? აი ესეთი მაგალითები დავხატე მე რომ ცოტა ფორმულების გარეშე რომ ცოტა თვალსაჩინო გახდეს. ჩვენთვის სამგანზომილებიანი არსებებისთვის, ხო? ძალიან ადვილი წარმოდგენია ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ასე ვთქვათ, სიბრტყის არსებობა, ხო? აი აქ მაქვს დახატული მაგალითად ერთი განზომილება. ერთი განზომილება ეს არის პირდაპირ ან უკან, ხო, ერთი მიმართულებით მოძრაობა. აი წარმოვიდგინოთ, რომ A წერტილიდან B წერტილში რაღაცა მოაზროვნე არსებას მისვლა უნდა, მაგრამ იმას სიბრტყე არ იცის, მარჯვენა, მარცხენა არ იცის. ის მიყვება რაღაცა სწორ ხაზს, მარტო მიდის პირდაპირ და მიდის B წერტილში. წარმოიდგინეთ, ეს ამ არსებას რომ შეეძლოს ორგანზომილებიანი სიბრტყის აღქმა, აი ამ ხელა მანძილის გავლას რა მცირე მანძილის გავლა დაჭირდებოდა. A წერტილიდან B წერტილში მივიდოდა უცებ. ამიტომ რომ ეხლა ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? ეხლა კიდე ერთ მაგალითს მოვიყვან ბოდიში და მე განვავრცობ კიდე. ასევე ჩვენთვის ადვილია წარმოვიდგინოთ სიბრტყე, იმიტომ რომ ჩვენს ქვემოთ არის კიდე ორგანზომილებიანი.
აი ესეც ხელითა მაქვს დახატული 100 ტყე არის, B ტყე არის. აი წარმოვიდგინოთ რომ რომელიღაც ერთ-ერთ დაუშვათ 100 ტყეზე ცივილიზაცია არსებობს, ორგანზომილებიანი ცივილიზაცია, ასევე B სიტყვაზე არსებობს რაღაც ორგანზომილებიანი ცივილიზაცია, მაგრამ ამათ ერთმანეთის არსებობა არ იციან. იმიტომ რომ სიტყვაზე A გინდა B-მ, ხო? აი ერთმანეთზეც რო იყოს დადებული ეს ორი ფურცელი, ზევით არსებობას ვერ იგრძნობს, იმიტომ რომ მესამე განზომილება მისთვის არ არსებობს. აი ესე ვართ ახლა ჩვენც, ვარსებობთ სამგანზომილებიან სივრცეში და ვეძებთ ახლა მეოთხე განზომილებას. ამას სხვათა შორის ცერნის ექსპერიმენტზე ეძებენ და როგორ ეძებენ, ახლა არ მინდა ამის დაწვრილებით მოყოლა, შესაძლოა აღმოჩენილიც იყოს და აი ერთი პრაქტიკული თვალსაზრისით ცოტა ეს კიდე ფანტასტიკის სფეროსკენ მიდის, მაგრამ რა მნიშვნელოვანი რამე არის რომ ვიცოდეთ მაინც. აი ფანტასტიკურ ფილმებში გვინახია ხოლმე პორტალი, სადღაც აი სარკესავით არის რაღაც და იმ პორტალში გადის და რაღაც უცებ ხდება სადღაც ძალიან მოკლე მანძილზე. ან წარსულში ხდება, ახლა აქ წარსულზე არ არის საუბარი, მაგრამ სიტყვაზე ჩვენ თუ შევძლებთ რომ ის მეოთხე განზომილება ვნახოთ, მეხუთე განზომილება ვნახოთ და მისი გამოყენება შევძლოთ, A წერტილიდან B წერტილში ჩვენ სიტყვაზე აქედან მთვარემდე შეიძლება რო ჭირდება სიტყვაზე რაღაც ერთი დღე თუ არ ვიცი რამდენი ჭირდება, შეიძლება რაღაც წუთებში აღმოუჩნდეთ, ან მარსზე აღმოუჩნდეთ წუთებში და ასე შემდეგ. რაღაცანაირად აი პორტალი დავარქვათ ამას, რომ სხვა განზომილებაში შეგვიძლია თუ შევძლებთ გადასვლას. ნუ ეს ჯერჯერობით ფანტასტიკა, ამას მეცნიერულთან ახლოს ნუ თლად მეცნიერება არ არის ეს, მაგრამ თვითონ სამგანზომილებიანი, ოთხგანზომილებიანი, ეს მრავალგანზომილებიანი სივრცეები, ეს უკვე მეცნიერება, ეს უკვე მათემატიკურად დამტკიცებულია და ამის ექსპერიმენტზე ძებნაც მიმდინარეობს. ახლა ამის გარდა უნდა არსებობდეს ასეთი მულტისამყაროები. ეს მულტისამყაროების არსებობა, ხო, მოიტანა ასევე დიდი აფეთქების თეორია. იმიტომ რომ როდესაც დიდი აფეთქება მოხდა, ხო, უნდა ესე იგი აფეთქება რას ნიშნავს? აი ჩვეულებრივ ახლა ბომბი არ აფეთქებულა, რა თქმა უნდა. ეს იყო აი ინტერპოლაციის წესი თქვია, რომ უკარო დავბრუნდეთ, ხო? ჩვენ ჩავდივართ პლანკის ზომები ქვია და პლანკის მუდმივა ქვია. პლანკის დრო ეს არის 10 ხარისხად -47 წამი, იმის იქით ვეღარ გავდივართ. და ვიცით რომ ეს იყო ერთადერთი რაც ვიცით იყო ძალიან პატარა წერტილი 10 ხარისხად -35 სანტიმეტრია თუ ავხსნები, ეს ძალიან პატარა მანძილია, იმის იქით არც თეორია მუშაობს, არც ცხადია ვერც არც თეორია და მით უმეტეს ექსპერიმენტი იმის იქით რა ხდება არ ვიცით, მაგრამ როდესაც აი ამ პატარა წერტილის აფეთქება მოხდა, ესე იგი დაიწყო იმან გაფართოება, ეს ერთი წერტილი მარტო ამ აფეთქებას უნდა აი როგორც ქართულად როგორ ნატეხები, ქართულად ასკოლკები რუსულად როქვია, ხო? უნდა წამოსულიყო ბევრი ასეთი სამყაროები ბურთების სახით, აი როგორც ჩვენი სამყაროა, ასეთი. და აი დინა საპნის ბუშტი რო ავიღოთ, ესეც კარგი მაგალითი, ერთი შებერვით რომ აი ბავშვები რო უშვებდა საპნის ბუშტს, ერთხელ შეუბერავდა, ერთი აპკი არის და ბევრი ბურთები გარბია, ხო? აი ესე უნდა წარმოშობილიყო ბევრი სამყაროები. ეხლა ეს სამყაროები უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრზეა საუბარი, მაგრამ უყურეთ როგორ არის, ვიცით რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება, ხო? ამიტომ შემოიყვანეს ანტიმატერია და ისა უხილავი ენერგია და უხილავი მატერია. ვიცით რომ ამ უხილავ ენერგიას და უხილავ მატერიას აქვს ანტიგრავიტაციული თვისება. ეხლა ზოგან ეს ზოგიერთ სამყაროში, ხო, შეიძლება ეს იმ მულტისამყაროებში შეიძლება ზოგან ისეთი დიდი იყო ეს ანტიმატერია და ანტიენერგია და იმდენად დიდი იყო განზიდვა, რომ ძალიან დაშორდნენ უკვე ეს galaktikები ერთმანეთს, უფრო სწორედ galaktikების ჩამოყალიბებაც კი ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სანამ galaktika ჩამოყალიბდება, ღრუბელი იქნება, ხო, ელემენტარული ნაწილაკებისაგან, მერე ატომებისაგან და იმდენად სწრაფად შორდებოდნენ ერთმანეთს ანტიგრავიტაციის გამო, რომ ჩამოყალიბება ვერ მოასწრეს. მეორე უკიდურესობაა კიდე, ზოგიერთ ამ მულტისამყაროში იმდენად ბევრი იყო ეს ანტიმატერია და ანტიენერგია,
რომ გრავიტაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ გაფართოება შეაჩერა და პირიქით უკვე შევიწროება დაიწყო და მას გვხვდა კოლაფსი. ისევ ჩავიდა იქამდე, საიდანაც დაიწყო მოძრაობა. ასე ვთქვათ, თითქმის შავხრელად გადაიქცა, ხო, ძალიან მინი ზომებში და აი ახლა ჩვენ როგორ გაგვიმართლა, რომ ჩვენი სამყარო სწორედ იმდენი ანტიმატერია და იმდენი ანტიმატერია რას ქვია, იმდენი უხილავი ენერგია და უხილავი მატერია არსებობს ჩვენ სამყაროში, რომ სწორედ აი სიცოცხლისათვის საკმარისია, რომ არც კოლაფსი ხდება, უკან დაბრუნება და არც ჯერჯერობით ისე გაფართოება, რომ სიცოცხლე გაქრეს. სხვათა შორის აი ასეთი ძალიან ბევრი ნიუანსებია, რომ სიცოცხლის არსებობა, აი ძალიან ბევრი შემთხვევითობა არის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს. იგივე ამ galaktikებს რო თავი გავანებოთ, ხო, ანტიმატერია რამდენი უნდა იყოს და მატერია რამდენი უნდა იყოს, რომ ჩვენთან სიცოცხლე არსებობდეს და საერთოდ ჩვენი სამყარო რომ არსებობს დღეს, სწორედ ამ ორი სუბსტანციის პროპორციაზეა დამოკიდებული. ასევე აი მზის სისტემა რო ავიღოთ, ხო? ეხლა ამასთან შეიძლება კავშირში არა, მაგრამ დედამიწა მზისგან სულ რაღაცა რამდენიმე პროცენტით ახლოს რო იყოს, ან შორს რო იყოს, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. ამიტომ რაღაც აი ბედნიერი რაღაც შემთხვევითობის წყალობით ვართ, არ ვიცი ეს კანონების თუ რის წყალობით, რომ ჩვენთან სიცოცხლე არსებობს და ასეთ მულტისამყაროში ვცხოვრობთ. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მულტისამყაროები ჩვენაირი არ არსებობდეს. შეიძლება არსებობს, მაგრამ ჯერ არ ვიცით. ეხლა არ ვიცით, რატო არ ვიცით? უყურეთ, ჯერ მარტო ჩვენი სამყარო ფართოვდება, ხო? როგორც ვთქვით, 14 მილიარდი წლის არის, არა? ამას ქვია კიდე მოვლენობის ჰორიზონტი. ესე იგი, იმ არის ისეთი შორეული წერტილები, საიდანაც ჯერ ჩვენამდე სინათლე არ მოსულას და შეიძლება ვერც მოაღწიოს, იმიტომ რომ სამყარო ფართოვდება და სინათლეს თან მიაქვს. ამიტომ შორეული სამყაროებიდან ჩვენ ინფორმაციას პრაქტიკულად ვერ ვიღებთ და შესაძლოა ვერც ვერასდროს ვერ მივიღოთ. მაგრამ აი კვლევები როგორ შეიძლება ჩატარდეს ეს დღეს მიდის ამის მცდელობა, მაგრამ მაინც და მაინც ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე ტექნოლოგიები, რომ ეს გამავითაროთ. აი ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან. ეს არის რელიქტიური გამოსხივების სურათი, ხო? ეს სადღაც 64 წელს აღმოაჩინეს და ჯერ არც კი იცოდნენ რა იყო, აი ბოლო პერიოდში შექმნეს ეს სურათი. ეს სურათი არის მიკროტალღურ დიაპაზონში ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც აღმოაჩინეს 64 წელში და ძალიან სუსტი გამოსხივება იყო და არ იცოდნენ და მერე კვლევებმა აჩვენა, რომ ეს გამოსხივება არის სწორედ შემორჩენილი დიდი აფეთქების აი პირველ წამებში, როგორც კი ეს სიმკვრივე იმდენად გაიზარდა, რომ უკვე გამოსხივება გარეთ გამოვიდა იმ პატარა ერთი წერტილიდან, აი ეს კვალი არის დარჩენილი. სწორედ აი ამ კვალის ერთ-ერთი მეთოდი არის სწორედ იმისა, რომ ჩვენი სამყარო სასაკირო ვიცით, აი ამ კვალის მიხედვით ვიცით, ჩვენი ამ სამყარო რა ასაკის არის და წარსულის შესწავლაც აი ამ რელიქტიური გამოსხივებით ხდება. მაგრამ არის კიდევ იდეა ასეთი და ძალიან რეალური იდეა, რომ გარდა იმისა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება მოხდა პირველ მიკროწამებში, ასევე მოხდა გრავიტაციული გამოსხივება. აი ახლა ცდილობენ მეცნიერები, რომ დაიჭირონ სწორედ ის გრავიტაციული ტალღები და იმ გრავიტაციული ტალღებიდან აღადგინონ, თუ რა იყო ის პირველ წამებში, რა მოხდა, როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო და აი ეს მულტისამყაროების გრავიტაციაც სავარაუდოდ ჩვენთან უნდა დაეხეტებოდეს სადღაც ჩვენ სამყაროში და თუ ამ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მოხდა, ალბათ მერე უფრო ფართო ინფორმაცია გვექნება, თუ რა არის ეს მულტისამყაროები და რას წარმოადგენს და საით არის. ჯერჯერობით ეს დღეისთვის ცოტა წარმოუდგენელი არ არის. აი რამდენიმე წლის უკან, 3-4 წლის უკან უკვე გრავიტაციულ ტალღებს დიდი ხანია ცდილობენ რომ აღმოაჩინონ და აი ორი დიდი შავი ხვრელის შეერთების შედეგად, რომელიც მოხდა 4,5 მილიარდი წლის უკან, ამის გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს და ეს ორი შავი ხვრელის უფრო კარგად შესწავლა მოხდა ამის საფუძველზე და ამაზე ნობელის პრემიაც იყო გაცემული სხვათა შორის და ნუ ეხლა თუ დღევანდელი ტექნოლოგიით უკვე მოხდა ამის გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება, აი როგორც ასე ელექტრომაგნიტური ტალღების დაფიქსირება,
ალბათ ახლო მომავალში ისე განვითარდება ტექნოლოგიები, რომ ამის გაუმჯობესებაც მოხდება და მცირე გრავიტაციული ტალღები მაშინდელი შემორჩენილი დავაფიქსიროთ. ძალიან უკვე ბევრი ინფორმაციას მივიღებთ, როგორც მულტისამყაროებზე, პარალელურ სამყაროებზე, ასევე პარალელური სამყაროები და სხვა განზომილებებზე, ასე ვთქვათ, როგორი არის, რაში შეიძლება მე რა გამოვიყენოთ, ან შევისწავლოთ და ასე შემდეგ. აი სულ ეს იყო ცოტა სწრაფად ვილაპარაკე, რომ დროში ჩავტეულიყავი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეკითხვები თუ გაქვთ კიდევ, აქ შემიძლია გიპასუხოთ. ახლა სად არის ის ჩატი რა სიტყვაზე? აქ არის ჩვენი ჩატი. შეკითხვები. ან ყველაფერი გაუგებარი იყო, ან ყველაფერი გასაგები, ხო? ეხლა აი ასეთ თემებზე ძალიან იშვიათად მიდის ხოლმე საქართველოში ლექციები და საუბარი, ხო და გავკადნიერდი და მაინც წავიკითხე, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც შეხება მაქვს ამ საკითხებთან. ძირითადად ეს არის ცერნის საკითხები. ეხლა უფრო ხშირად როგორც ვიცი, ეხლა მესწავლები ვარ გიაპონიაში ხოლმე დვალი მსგავს შეხვედრებს, მაგრამ ეხლა უარყოფითი არ არის, მაგრამ ხანდახან ფიზიკას ისე გაურევს ხოლმე და ისე ტერმინებს ხმარობს, რომ ცოტა გაუგებარია ხოლმე ჩემთვისაც. რა ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც დაასაბუთო, რომ ეს მრავალგანზომილებიანი სივრცე არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტი ასეთი სახის არის. ჯერ ტექნოლოგია არ ყოფნია, მაგრამ თვითონ ცელში, ხო, ორი ნაწილაკის დაჯახება ხდება ერთმანეთში, დაუშვათ. პროტონი პროტონს დაეჯახება. ამ ორი პროტონის დაჯახების შედეგად წარმოიქმნა უამრავი ნაწილაკი. ეს ენერგია გადადის ნაწილაკებში, მაგრამ საწყისი რა იყო, ჩვენ თუ ეს ვიცით, ხო, ენერგია ვიცით და ორი პროტონი იყო, მასა და ენერგია ვიცით. ამის შემდეგ რაც წარმოიქმნა, იგივე უნდა იყოს. ის რომ შევკრიბოთ, ხო, ნაწილაკების რაოდენობა. რო კრიბავინ არ გამოდის? უნდა გამოდის. ეგ არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გამოდის. მაგრამ ჩვენ თუ ისეთი ენერგიაზე გავედით, ჯერჯერობით ეთყობა ენერგია არ ყოფნია, რომ რომელიმე ნაწილაკი სიტყვაზე გაძვრა ჩვენი პორტალიდან და გადავიდა მეოთხე განზომილებაში, ხო? ჩვენთვის ის ნაწილაკი დაიკარგება. აჯახების ექსპერიმენტები ხო უკვე ტარდება? ტარდება, მაგრამ ენერგია არ არის საკმარისი, რომ ის პორტალში გადავიდეს. მეოთხეში იქნება არც გადავა არასდროს მეოთხე. არ არის, არ ვიცი, ახლა მათემატიკა ჩვენ გვეუბნება, რომ მათემატიკურად ეს ასე უნდა იყოს. მათემატიკა როცა გვეუბნება, რომ სიტყვაზე კვარკები მათემატიკური მოდელი იყო წინა საუკუნის 60-იან წლებში, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო გამოსავალი, რომ ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი სხვანაირად არ მუშაობდა. შემოიტანეს. მე ფერი შემოიტანეს იმას. ის მათემატიკური მოდელი, რომელიც ამას გვეუბნება სხვა რაღაცას დასაბუთებს? ეს მათემატიკური მოდელი, რა თქმა უნდა, ეს არის სიმების თეორია და ეს ბევრ რამეს ასაბუთებს. ეს ხაერიდან არ არის მოტანილი, მარტო შუბთა მათემატიკა. ამიტომ აი ექსპერიმენტზე ზუსტად ჩვენ თუ იქ რაღაც ენერგია დავკარგეთ და ეს არის სიმების თეორია? ეს არის სიმების თეორიის ერთ-ერთი სურათი არის და ეს ეხება სიმები და აი მაგის გამოა რომ ნაწილაკები მასას იღებენ და ეს სიმების თეორია მოითხოვს, რომ სივრცე უნდა იყოს სამგანზომილებიანის გარდა 4-იანი და ასე შემდეგ. მაგრამ სიმების თეორია რო სწორია, ამას რა ასაბუთებს? მათემატიკა გვეუბნება, რომ ეს სწორია. და სხვათა შორის ახლა შეიძლება აქვე, არ ვიცი ახლა ეს ცოტა ისეთი სფერო არა, ფანტასტიკაც არ არის, წარმოსახვის სფეროა, რომ სიტყვაზე აი ამ სამგანზომილებიან სივრცეში თუ არსებობს აქავე 4 განზომილებიანი სივრცე ჩვენს გარშემო, იქ არის ცივილიზაცია, ჩვენ ვერც იმას ვხედავთ, ისინიც არ ამგონია ჩვენ ვხედავდნენ, მაგრამ გვერდიგვერდ არსებობს. აი როგორც აი წარმოვიდგინოთ, აი მე რო ავიღო ეს პრესეგებია, მაგრამ ესე იგი ექსპერიმენტის ერთადერთი ნაკლი არის, რომ საკმარისი ენერგიით არ ხდება ამათი დაჯახება. ჩვენი ტექნოლოგია ესე ითვლება. აი ესე ითვლება. ჯერჯერობით ტექნოლოგია გვაქვს ასეთი, რომ ჭირდება მაღალი ენერგია ამის აღმოსაყრად. ხალბატონ ნინოს აქვს შეკითხვა. ისმენთ ხალბატონ ნინო. ხელი აქვს აწეული ხალბატონ ნინოს. აი ახლა ამაზე რო ჩანს, ხო? რო არსებობდნენ. არ არის ჩართული მიკროფონი თქვენი? ნინოს არა აქ კოვაჩი. ჩართულია იქ და. ჩაირთო ხო? კი, აი ჩაირთო.
ერთი წამით კომპიუტერიც მაქვს ჩართული, აქ მიკროფონი არ მაქვს შეერთებული და მოკლედ ტელეფონით ჩავერთე. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ასეთი მიმართულების თემები განსახილველად. ბატონო ნუგზარ, თქვენთან მაქვს შეკითხვა, ახლა შეკითხვაც რა პრინციპში. ყველაფერი გაუგებარი არისო, ან გასაგები ქედან დავიწყოთ. ისეთი თემები არის, რასაც თქვენ შეეხეთ, რომ ყველაფერი გასაგები ნამდვილად ვერ იქნება. იმიტომ ძალიან ბევრ კითხვას მოიცავს, კითხვა გვიჩნდება. ბატონ გია დვალის ლექციებისთვისაც, რაც ჩანაწერები არის ხოლმე სადმე და ვნახავ, რა თქმა უნდა, ყველას უსმენ შეძლების დაგვარად, რასაც პოულობ და ერთ-ერთი ასეთი საჯარო ლექციისას რომ მოусმინე, ზუსტად ამაზე იყო საუბარი სხვადასხვა განზომილებებზე და მოკლედ ჩვენს გვერდით რომ არსებობდესო აი პარალელური სამყარო, როგორც ახლა თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ უგრძნობთო, მაგრამო რაღაცნაირადო მაინცო ვიგრძნობდითო ამასო, ანუ დედამიწის ტოლი, ვთქვათ, პლანეტა თუ რაც იმ სხვა განზომილებაში ჩვენთან რომ გადაკვეთა რაღაცნაირად მოხდესო, რაღაცნაირადო ჩვენო ამას ვიგრძნობდითო. ნუ ეხლა ცოტა შეიძლება უტრირებულად ვსაუბრობ, მაგრამ დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო. ეხლა ჩვენთვის ამ სამგანზომილებიან სისტემაში მცხოვრები ადამიანებისათვის თან ვინც ასე არა ვართ ღრმად ჩახედული ამ მიმართულებით ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ მატერიის იმ სახეს, რასაც ვიცნობთ. რასაც არ ვიცნობთ და ვიცით რომ არსებობს, ის არის ბნელი ენერგია და ვთქვათ ბნელი მატერია, მაგრამ ის სხვა განზომილება მატერიისგან იმ სხვა განზომილებაში არსებული რაღაც მატერიისგან არ უნდა შედგებოდეს? იცით რა, ჯერ არ ვიცით, დიდი ალბათობით მატერიისგან უნდა შედგებოდეს, მაგრამ მატერიას გააჩნია. მატერია ჩვენთვის ცნობილი მატერია არის ბარიონული მატერია, რასაც უძახით. პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი, უпроსტորეთ ორი კვარკი და ერთი ელექტრონი. მაგრამ მატერია შეიძლება არსებობდეს საერთოდ სხვა სახით. რატო არ შეიძლება? აი მეზონები გვაქვს, მიონები გვაქვს, უამრავი ნაწილაკი, რომელიც ძალიან გავს პროტონსაც, ნეიტრონსაც, ელექტრონსაც, ხო? იმ მატერიის იყოს. უბრალოდ აი კიდევ ერთხელ რაღაცა მაგალითი აი რომ მოვიფიქრო, აი მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ ოთახია ჩაკეტილი საერთოდ. დახურული ოთახი, ბავშვი დაიბადა, გაიზარდა, ну რაღაცები შეაქვს საჭმელი, რაღაცებს უყვებიან ან რაღაცა, მაგრამ იმის ვერ წარმოვიდგენს ის ვერასდროს ის ზღვა როგორია, ხე როგორ იზრდება რაღაც, ხო? ის ამ სივრცეშია გაზრდილი და ესაა ნანახი და იმას სანამ გარეთ არ გაუშვებ და საკუთარი თვალით არ ანახებ, იმისთვის ცოტა ძნელია წარმოდგენ, ეს ფანტასტიკა. ჩვენ ვართ აი ასე, იმიტომ რომ ვართ სამგანზომილებიან სივრცეში, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, ჩვენი მთელი ცოდნა ემყარება სამგანზომილებიან სივრცეს და ემყარება ბარიონულ მატერიას. ამის იქით ჩვენთვის ცოტა წარმოდგენა ძალიან ძნელია, რა უნდა იყოს ის, მაგრამ ფიზიკოსებმა იციან, რა უნდა იყოს, თუ იქნება, როგორი უნდა იყოს ის და ასე ვთქვათ, ოღონდ ეს ფორმულებით და მათემატიკურად და თუ როდისმე რეალურად ვნახეთ, ძალიან კარგი იქნება. როგორც X-ის ნაწილაკი ვნახეთ და ყველას ეგონა რომ ეს მათემატიკა იყო და ვერავინ ვერ ნახავ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა მაინც გაუგებარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იგივე მაგალითში ვთქვათ, ოკეანე ზღვა არ იცის იმ ბავშვმა, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში, ჩაკეტილ სადღაც შენობაში გაიზარდა. მაგრამ თუ მოხდა წყალდიდობა და წყალი ოკეანე მასთან შევიდა, უკვე ხედავს. ანუ აი უკვე მაგას ვფიქრობთ ჩვენ. ამით ახლა ანუ არ გადაკვეთილა ჩვენი გზები, ვთქვათ, იმ პარალელურ სამყაროსთან, თუ როგორ? რომ ჩვენ აქამდე ვერ ვნახეთ. არ გადაკვეთილა, იმიტომ რომ აქედან ჩვენ რო სიტყვაზე პარალელურ სამყაროში გადავიდეთ, დღევანდელი ტექნოლოგია, რასაც გვეუბნება, არ ვიცი, ხვალდაზე რა იქნება, მაგრამ გვჭირდება ძალიან დიდი ენერგია. აი წეგან რაღაც ახსენეთ თქვენ მსგავსი გიადვალმა თქვაო, მე როგორც ხვდები, ალბათ ენერგიაზე იყო ლაპარაკი, რომ დღეს თუ სიტყვაზე CERN-ის ამაჩხარებელი არის 27 კილომეტრიანი ზოლი და იქ მიიღება 14 ტევი ენერგია, ეს არ ყოფნია ერთი პორტალიდან ერთი სივრციდან მეორე სივრცეში გადასვლას და დღევანდელი გათვლებით, რომ გადახვიდე სიტყვაზე სხვა განზომილებაში, ჭირდება დედამიწის ხელა ამაჩხარებელი და ამ ხელ ამაჩხარებელს ჯერჯერობით ვერ ავაჭირებთ. ოღონდ იმ პირობით, რომ დღევანდელი ტექნოლოგიებით შეიძლება ხვალ იყოს სხვა ტექნოლოგია,
რომელიც ძალიან სიტყვაზე სულ სხვა სახის რაღაცით შევძლოთ სიტყვაზე მეოთხე განზომილების დანახვა ან მულტისამყაროს შეგრძნება და რა ვიცი, ასე შეერთ. მე ისევ იგივე კითხვა გამიჩნდა, ესე იგი, თუ გადაკვეთის მაგალითები არ ქონდა, ხო? მათემატიკოსებს რატომ მოუნდათ იმის ანგარიში, რომლის შედეგადაც მათ აღმოაჩინეს, რომ უნდა არსებობდეს. მათემატიკოსებს არც უფიქრიათ ის მესამე განზომილება რო ეძებ. მათემატიკოსებმა დაიწყეს ფიქრი, რომ სიტყვაზე ის თეორია, რომ აი მატერიის საწყისი რა უნდა იყოს, რომ ჩავიდნენ კვარკებამდე. თავიდან რა იყო? იყო სიტყვაზე 4 ცეცხლი წყალი, ვიცა და ჰაერი, ხო? 4-საგან შედგებოდა. მერე წამოვიდა, რომ ელემენტები რო აღმოაჩინეს, სადღაც 100-მდე ავიდა თუ მენდელევის სისტემა. მერე აღმოჩნდა, რომ უფრო შემცირდა, უკვე ატომებისაგან შედგება. მერე აღმოჩნდა, რომ ატომი კიდე რითი განსხვავდება ელექტროპროტონები და ისინი 3-მდე დავიდა. მერე დავიდა კვარკი აღმოჩნდა, რომ კიდე ქვემოთ ჩავიდა. აი ქვემოთ. ერთ სიტყვით საწყისი რა არის, რომ ორი სიტყვით რო თქვა, ყველაფრის თეორიის შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს 4 ბუნებაში არის 4 ძირითადი ძალა, ურთიერთქმედების, ეს არის ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული, ისა ძლიერი ურთიერთქმედება, ეს უნდა იყოს ერთ ძალაში გაერთიანებული. ბუნებაში არის ერთი ძალა. ასევე მატერიას უნდა ქონდეს ერთი საწყისი. ერთი საწყისი უნდა ქონდეს და ერთ ძალაში უნდა იყოს გაერთიანებული. მეცნიერების ცდილობენ, რომ ისეთი თეორია შეიქმნას, რომ ერთ საწყისზე დავიდნენ და ერთ იმაზე და აი აქ რომ მიდიოდნენ, ამან მოიტანა იმ მათემატიკის ფორმულებში, რომ სწორედ ის თუ არა გვაქვს და შესაძლებლობა თუ სხვა განზომილება არა გვაქვს, ისე ეს არ მუშაობს ეს თეორია. შეგვიძლია არ იქნება. იქ გამოჩნდა უკვე აი რაღაცას ეძება სიტყვაზე, სადღაც ეძებდი ნუსმას და იმოვე უწევ ოქრო რა. აი ეს არის. საერთოდ არ ელოდებოდი რომ იქ ოქრო. ეს რა მაინტერესებს? აქ უკაცრავად ეცამით ჩვენ რაღაც ცოტა ხანი ერთად ყველას გავაჩუმოთ, თორე ხმა შემოვიდა. აი აქ ჩატში წავიკითხე, რომ რა წიგნი არსებობს, ბატონო მირიან. სახელს ხო არ გვეტყვით ამ წიგნის ფიგურების მაგალითზეო, ძალიან კარგ ენაზე, გასაგებ ენაზე. რომელ ფიგურებზეა ლაპარაკი? აი ძალიან მაგარი წიგნი არსებობს მაგაზე ფიგურების მაგალითზე. ხსნის ძალიან მაგრა ენაზე, როგორ არ ესმის line length, სხვა სივრცითი და სიბრტყითი განზომილებების. რა წიგნია თუ გაგვიზიარებთ, ცუდი არ იქნება, მე просто არ მინახე. დიახ, გეტყვით რა თქმა უნდა, ეს არის ებოტი, ედვინ ებოტის მიერ დაწერილი Flatland-ი, ზუსტად მაგ თემაზე. ბატონო? ყელი სამყარო, ხო? დიახ და ანუ მანდ არის ახსნილი, ანუ სხვადასხვა სამყაროებში ერთი განზომილების 2, ანუ ბრტყელის და 3, ანუ სივრცითი და როგორ შემოდის მეოთხე სამყარო და ასე შემდეგ და იმდენად ანუ ეს მათემატიკური ფორმულების ენაზე აქვს გაშლილი და ჩამოყალიბებული. მე შემიძლია ლინკიც ჩავაგდო მაგ სახელმძღვანელოსი რა. აი ზუსტად თქვენ ჩააგდეთ ცუდი არის. საუბრობდით, აი პირდაპირ ეგ გამახსენდა, იმიტომ რომ ზუსტად ეგ თემა ეხავე ჩავაგდებ და გაგიზიარებთ ლინკს. ხო, სხვათა შორის ამ თემაზე არის სხვა ლიტერატურაც, ახლა ჰოკინგსაც კიდე ძალიან ბევრი უარყოფით არავინ არ უარყოფს, მაგრამ ინტერპრეტაცია ყველას თავისი აქვს. მე როგორც ვიცი, ანუ ერთი პერიოდი აი ამ სახელმძღვანელოთი გადიოდნენ თავისუფალ უნივერსიტეტშიც. ანუ კურსი იყო, სტუდენტებს იმაშვებოდნენ რა, ასწავლიდნენ. იმიტომ რომ მე უბრალოდ შემთხვევით მითხრეს მე მათ რომ ამ კურსს სწავლობდნენ, იმიტომ რომ მე საუბარი რომ მქონდა, მითხრეს რომ ეს კურსად იყო, ჩავაგდებ ერთი წუთით. ეგ შეიძლება იყო არჩევითი საგანი, თორე ასეთ რამებს უნივერსიტეტებში არ ასწავლიან, როგორც ვიცი. ხო, არ ვიცი, აღარ ჩავეძე, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ერთი კურსის ეგიდით. დიახ, აი ჩავაგდე კიდეც ესა. ანუ იხსნება ჩვეულებრივი PDF ვერსია. დიახ, ძალიან საინტერესოა. ამასპეციალად, აი მე როგორც ხვდები, ამაზე ვსაუბრობთ, ხო? ავტორი ვინ არის? აი ეს ებოტი Flatland-ი და ეხლა იმ გახსნილ იმასაც შევხედავთ, აი გაიხსნა. ლინკი აქ იხსნება, მე სპეციალად ეკრანი გავაზიარე, რომ ყველამ დაინახოს. დიახ, ქართულ ენაზეც არის. ნახე, მე რო ჩავაგდე ჩატში, მე ჩავაგდე ქართულ ენაზეა ნათარგმნი. აი, დიახ, აი ეგ. აი.
ისა ეხლა 1 საათში ბევრს ვერაფერს ვისაუბრებდით, მაგრამ აი ამ აიგივე მსგავს თემებზე ქართულადაც არის ნათარგმნი ჰოკინგის წიგნებია. მე მაგალითად ჰოკინგი ძალიან ვენდობი და პირადადაც ამყავს ნანახი და ხელი არ ჩავამიქნევია, მაგრამ ცელში ყავდა ჩავა. ხო, ეს საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა ამ წიგნისათვის. და ეს ვიზუალური გრაფიკული ვიდეოები უამრავია იმაზე YouTube-ზე რომ ერთ-ერთს რო ჩაწეროთ, იქ არის მე როგორ ერთმანეთს ვერ ერწყმიან კიდე. ანუ როგორ ანუ მაგას სივრცეს როგორ არ შეუძლია გაიგოს სივრცის შესახებ, ანუ ეს ვიზუალური მასალის გარეშე ასეთი თემატიკის გაგება ცოტა ძნელი წარმოსადგენია. დიახ, დიახ. ისე ძალიან ამაში სიღრმეებში წასვლა ღირს. ეხლა აი ჩვენ ბოლოსაკენ მივდივართ, მაგრამ პრინციპში რომ გავაგრძელოთ ეს თემა საინტერესო იქნება. ეხლა თქვენ რო გისმენთ, მე როგორც ბიოლოგს გამიჩნდა სურვილი, რომ როგორ არის ადამიანის წარმოშობაზე ყველაზე მეც ლაპარაკობენ და ყველაზე ნაკლები იციან ჩვენ სკოლებში. ეგ ბიოლოგია მეკითხეთ. ხო და ღირს მე მგონი მაგაზეც მომზადება. როგორ აუცილებელია, ბაცო. ეხლა ცოტა ხანში იმიტომ რომ იმდენად ჩვეულებრივად მიაჩნიათ რაღაცეები და სინამდვილეში განსაკუთრებით გენეტიკური მხარე ადამიანის წარმოშობის იმდენად საინტერესო არის. მე მგონი მაგაზეც ღირს რომ ვისაუბროთ. აუცილებლად ეხლა მე ფიზიკოსი ვარ, გავნაგდე რომ მაგაზე წავკითხე, მაგრამ თვითონ უჯრედზე იმდენი კვლევები არის ეხლა დნმ-ზე იმდენი კვლევებია. კვლევები კი არა, რაზე ფიქრობენ და რა უნდა თქო პრინციპში ხა შენ რომ მოგისმინე მე გავნაგდები ეხლა. არა, შენ ბიოლოგი ხარ და შენ გეკუთვნის რომ განაგებოდი. მე არ მესმის. არქით. კოლეგებო, სამწუხაროდ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ხო, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად დრო ამოიწურა უკვე ჩვენ ავდივართ ესე იგი ბოლოში ამ მიმდინარე პირველ თავიდან რო თქვი იდეაზე რა აზრის ხარ? აბა იდეა. ერთი შეხვედრა მეთქი რომ ფიზიკის სწავლების სირთულეებზე კი მე მგონი ეგ ძალიან კარგი იქნება. ანუ ჩვენ რო ეტოდებიან რაღაცას. შეხედეთ ვიღაცები უყურებენ, აი რაღაცა გუნდი არის რომელიც სისტემატიურად ესწრება ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ გონია რომ ეს სივრცე სხვა რაღაცა ეხა ხო 2 დღეზე გავყავით, ხო? შეიძლება კიდე დავფიქრდეთ რაღაცაზე, იმიტომ რომ სივრცე სადაც მეცნიერებაზე, პრობლემებზე და მათ შორის კავშირებზე რეალურ ცხოვრებასთან საუბარი მიდის, ბავშვებისთვის თუ არ შევქმნით, ჯერ ჩვენთვის უნდა შევქმნით რა. და მე უნდა შევეცადოთ რომ ბავშვები შემოვიყვანოთ. ხო, ახალია და ნენა. ამიტომ რა ვიცი, ეგ იქნება რომ კოლეგებო რომ დაგვიკავშირდეთ და ვინმეს თუ ექნება სურვილი რომ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს, ხო, თქვა დაწუთიანი პრეზენტაციით დასაწყისში, სადაც შეიძლება იყოს საუბარი რა უყოთ ბუნებისმეტყველების სწავლებას რა. აი ახლა ძალიან საინტერესო მომეჩვენა ახლა შვეიცარიაში ერთ-ერთი პედაგოგის ისაა. წერა გამომიგზავნა რაღაც მარიკას. მარიკა რა. სხვა. ირმასი. ირმასი, ხო, უკაცრავად. ძალიან საინტერესო მეთოდები აქვს და ეს გაზიარებაც ვფიქრობ რომ იქნება. კი, ირმას მეთოდების და ირმას ამოცანების გაზიარებაც ღირს. სხვა ჩვენ ბიოლოგიაში ძალიან კავშირი. მაგას ხო STEM ამოცანები აქვს და ყველა STEM მიმართულების კათედრის ხელმძღვანელი. კი ბატონო. ვერაში. აი, მოდი მაშინ ახლა უნდა დავასრულოთ. მადლობა. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა აი ამ მასალების მოწოდებისათვის, ყველაფერი რაც არის თან აი ბატონმა წუთს ჩვენ კიდე აგერ არის ბმულები, კიდე ერთხელ გავაზიარებ ბატონ მირიას მადლობა, აი ფილმიც ყოფილა და ნახოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ, იყავით ჩვენთან ერთად, დაგემშვიდობებით. შეგიძლიათ დატოვოთ შეხვედრა და ჩვენც მაშინ გავდიშავთ ჩაწერას. შემდეგ შეხვედრამდე. უღრმესი მადლობა. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის.